სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დემონსტრანტები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ, მოულოდნელად სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ სირბილს და ტოვებენ ტერიტორიას, სადაც დემონსტრაცია იმართებოდა და ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც დემონსტრანტები 15 წუთიან დუმილს მიაგებდნენ სადგურზე დაღუპული ადამიანების ხსოვნას და ამ დროს უცნაური ხმა გაისმა, რამაც პანიკა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეებში და მათ დატოვეს ეს ტერიტორია. Ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერდა იმას, რომ ეს იყო ნამდვილად აკუსტიკური იარაღი, რომელიც სერბეთის ხელისუფლებამ გამოიყენა და ასევე საუბრობდნენ ამაზე სერბეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები და ისინი აცხადებდნენ, რომ სერბეთის პრეზიდენტს უჩივლებდნენ ამასთან დაკავშირებით და ბრალს წარუდგენდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და შიდა სასამართლოებშიც, თუმცა ეს ბრალდება უარყო სერბეთის მთავრობამ და ასევე სერბეთის პრეზიდენტმა და მან განაცხადა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას სჯერათ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და აკუსტიკური იარაღი მთავრობას არ გამოუყენებია, მაინც დაიწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით და ის აცხადებს, რომ გაიმართოს სასამართლო და გამოიძიონ მომხდარი, თუმცა ამავდროულად სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს იმასაც, რომ იმ შემთხვევაში თუ არ დადასტურდება აკუსტიკური იარაღის გამოყენება საპროტესტო აქციებზე, ასევე უნდა დაისაჯონ ის ადამიანებიც, რომლებიც მსგავს ტყუილებს ავრცელებენ. აკუსტიკური იარაღის გამოყენება უარყო ასევე სერბეთის პოლიციამ და თავდაცვის სამინისტრომაც და დღეს სერბეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ბელგრადში, მან განაცხადა, რომ გზავნილი მიღებულია და ასევე აცხადებს იმასაც, რომ მათ საკუთარი თავი უნდა გამოასწორონ. დღეს გაკეთდა კომენტარი ამასთან დაკავშირებით და შეგვიძლია რომ მოვისმინოთ სერბეთის პრეზიდენტის კომენტარი. ჩვენ კარგად გავიგეთ მათი გზავნილი. როდესაც ამდენი ხალხი იკრიბება, ხელისუფლებაში მყოფმა ყველა მაღალჩინოსანმა უნდა გაიგოს ეს გზავნილი. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევცვალოთ და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. მეორე მხრივ იმედი მაქვს, რომ სხვებმაც კარგად გაიგეთ სერბეთში მოსახლეობის უმრავლესობის გზავნილი, რომ სერბეთის მოქალაქეებს არ სურთ ფერადი რევოლუციები, რომ სერბეთის მოქალაქეებს არ სურთ ძალადობა და რომ სერბეთის მოქალაქეებს ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სურთ. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით შაბათს 15 მარტს ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო სულ მცირე 107,000-მა ადამიანმა, თუმცა Deutsche Welle-ის ინფორმაციით ადგილობრივი ორგანიზაცია სახალხო კრებების არქივი წერს, რომ სავარაუდოდ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 275,325 ადამიანი იყო, ხოლო BBC-ის ცნობით სერბეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქციაზე 325,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გახლავთ ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომა და სერბეთის საპროტესტო ტალღის ბირთვად სტუდენტები ითვლებიან, თუმცა მათ შეუერთდნენ ექიმები, მასწავლებლები, ბაიკერები, ვეტერანები და მიმდინარე აქციის ნაწილი გახდა ასევე ბელგრადში ტრაქტორებით ჩასული ფერმერების მარშიც.